როდის დაიბარებენ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს საგამოძიებო უწყებაში არის ჯერჯერობით უცნობი, თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფო ბრალდება ახლა სწორედ გიორგი შუკვანის საქმით არის დაინტერესებული. როგორც აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას, სახელმწიფო ბრალდება ახლა სწავლობს სწორედ მელიქიშვილის გამზირზე კახაკავაძის შტაბთან მომხდარ ინციდენტს, რომელიც 7 თვის წინ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მიმართვა აქვს სახელმწიფო ბრალდებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან ამის მიუხედავად სახელმწიფო ბრალდებამ მხოლოდ დღეს გადაწყვიტა, რომ სამოქალაქო აქტივისტები გამოკითხვაზე დაიბაროს, რადგან მათგან მოისმინოს ის დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. აქტივისტების ინფორმაციით სახელმწიფო ბრალდება ახლა სწორედ გიორგი შუკვანის საქმით არის დაინტერესებული. ეს არის პირი, რომელიც უკვე წლებია ქართულ ოცნებასთან არის აფილირებული, მისი სახელი და გვარი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ მედიის წარმომადგენლებს ის არაერთხელ გვინახავს ისეთ საპროტესტო აქციებზე, როდესაც მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და სწორედ ამ ფიზიკური ანგარიშწორების ერთ-ერთი მთავარი ობიექტიც სწორედ გიორგი შუკვანი იყო. გიორგი შუკვანი მელიქიშვილის გამზირზე პუბლიკას ჟურნალის ფიზიკურად გაუსწორდა, მას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და სწორედ ამის შემდგომ მედიის წარმომადგენელსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც დედაქალაქის მერის ცენტრალური შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, შეაფურთხა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ამის საჯარო კადრები და სამართალდამცველები ამ ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებდნენ, გიორგი შუკვანი არ ყოფილა ერთი წუთითაც დაკავებული, თუმცა არაერთი მიმართვის შემდგომ სახელმწიფო ბრალდებამ გადაწყვიტა, რომ ახლა სწორედ იმ აქტივისტებისგან მოისმინოს ის ძალადობრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ესწრებოდნენ მელიქიშვილის გამზირზე გიორგი შუკვანისა და სხვა პირების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტებს. შეკრებიდან გამოსული ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გიორგი შუკვანი და ლევან ზარდიაშვილი გვაყენებენ შეურაცხყოფას, გვაგინებენ, გვაფურთხებენ სახეში და ამას იღებდა ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომლის მიმართაც ასევე განხორციელდა ფიზიკური შეხება, კერძოდ მასაც შეაფურთხა და ფიზიკურადაც შეეხნენ. დღეს გახდა ცნობილი, რომ გამოძიება დაიწყეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე, რომელიც სისხლსამართლის დანაშაულია. შესაბამისად, პროკურორმა დაურეკა ჩვენს თანამებრძოლ გოგოებს და უთხრა, რომ ისინი მოწმის სახით უნდა დაიკითხნენ ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ თვითონვე ვართ დაზარალებულები, მაგრამ ჩვენ ამ ნაწილში, ესე რომ ვთქვათ, არ ვფიგურირებთ და საუბარია ზუსტად ჟურნალისტისთვის ხელშეშლის ფაქტზე. როგორც გაიყვა, ვარ გამდაბარებული მოწმის სახით. შემდეგ ჩავეძიე და ჩაძიების შემდეგ გავიგე, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე ვარ დაბარებული, უნდა მივაწოდო ინფორმაცია, რაც ვიცი, რა ფაქტებსაც შევესწარი. ჩვენთან ერთად იყო პუბლიკის ჟურნალისტი, რომლის მიმართ განხორციელდა გიორგი შუკვანის მხრიდან ძალადობა. ხელით შეეხო პუბლიკის ჟურნალისტს, ტელეფონის წართმევა სცადა და ვფიქრობ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყეს გამოძიება. პირველები შევეცადეთ დღეს გიორგი შუკვანისგან მოგვესმინა მისი პოზიცია იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომლითაც დაინტერესებული ახლა სახელმწიფო ბრალდება, თუმცა აქტივისტი, რომელიც ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩევა, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს არ პასუხობს, ის ამბობს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ საგამოძიებო უწყება იქნება დაინტერესებული კონკრეტული ფაქტებით, ის მზად არის, რომ უპასუხოს გამომძიებლების კითხვებს. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, საგამოძიებო უწყებამ დაიწყო მოკვლევა თქვენ საქმესთან დაკავშირებით კახაკავაძის შტაბთან მომხდარ ინციდენტზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და ხომ არ დაუბარები ხართ თქვენ გამოკითხვაზე? რადევს გიორგი შუკვანის წინააღმდეგ საქმის მასალებში და რას ედავება სახელმწიფო ბრალდება ახლა ქართული ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერს ჩვენ ცენტრალურ გამოშვებაში ზუსტად 8 საათზე მოგიყვებით გიორგი შუკვანისა და სხვა სამოქალაქო აქტივისტების ძალადობრივი ქმედებების შესახებ.